მწვანე ენერგიის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, შედეგები და დაგეგმილი სიახლეები, სტრატეგიული პროექტების განვითარების მნიშვნელობაზე და ენერგეტიკის დარგში არსებულ მდგომარეობაზე სასაუბროთ ჩვენი სტუმარი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გვერდდება. მე მას მივესალმები პირველ რიგში, დიდი მადლობა რომ გამონახეთ და ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ტელემაყურებლებს. ბატონ დავით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, კერძოდ 2016 წლიდან სემეკმა დანერგა არაერთი წამახალისებელი მექანიზმი მწვანე ენერგიის განვითარებისთვის. აი, გასული 10 წელი რო შევაჯამოთ, რა შედეგები დადგა და როგორ შეაფასებთ თქვენ ამ დანერგილ წამახალისებელ მექანიზმებს? მარეგულირებელმა კომისიამ 2016 წლიდან დაიწყო მწვანე ენერგიის განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ ნეტო აღრიცხვის სისტემის შემოღებით. თავდაპირველად ეს იყო ერთ აბონენტზე 100 კილოვატამდე მწვანე ენერგიის ინსტალაციის შესაძლებლობა, რომელიც მერე განხორციელებული ცვლილებებით გაიზარდა 500 კილოვატამდე, ანუ 9 მეგავატამდე. შესაბამისად, ამან კიდევ უფრო მეტი ბიძგი მისცა იმას, რომ განსაკუთრებით რეგიონებში სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საკუთარი სახლის თუ საწარმო სახურავებზე, ეზოებში განეთავსებინათ მზის პანელები, ქარის მცირე სადგურები ან მცირე ჰიდროელექტროსადგურები და ამით დაეწყოთ მწვანე ენერგიის წარმოება, რომლის ერთი ნაწილიც მოიხმარებოდა მათ მიერ, ხოლო თუ მათი გამომუშავება იყო უფრო მეტი ვიდრე მათი მოხმარება, ჭარბი ენერგია პირდაპირ შეისყიდებოდა ჩვენს მიერ დადგენილი წესით ელექტროენერგეტიკული კომპანიების მიერ. და რაც ყველაზე მთავარია, გაკეთდა ხელშემწყობი მექანიზმი, კერძოდ ესეთი ტიპის ენერგიის წარმოება და გადაცემა განთავისუფლდა ქსელური მომსახურების საფასურისგან, ანუ ელექტროენერგიის გადაცემა განაწილების საფასურისგან, რამაც ამ პროექტების განხორციელების ფინანსური მიმზიდველობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა. და განსაკუთრებით პოსტ-კოვიდ პერიოდში, როცა ეკონომიკამ სწრაფად იწყო ზრდა და აღდგენა, პირდაპირ პროპორციულად გაიზარდა ქვეყანაში 9 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრით მწვანე ენერგიის ობიექტების ინსტალაცია. 2024 წლის ბოლოს მდგომარეობით დაახლოებით 140 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის ენერგია შეიქმნა, რომლის ერთი ნაწილიც, დიდი ნაწილიც აშენებულია, ხოლო გარკვეული ნაწილი მიმდინარე ეტაპზე შენდება და 1600-ზე მეტი ესეთი მიკრო სიმძლავრის სადგური შეემატა ჩვენს ქვეყანას. ეს არ არის მხოლოდ ამ კონკრეტული პირებისთვის განხორციელებული, თქვათ, სიკეთე, ამან ბიძგი მისცა იმას, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადგილას რომ გავდივართ დღეს, ვხედავთ პატარა, ასე თქვათ, მზის პანელების წარმოებებს, ვხედავთ იგივე თქვათ ელექტროენერგიის გამომუშავების ესეთ ობიექტებს, ამან ბიძგი მისცა იმას, რომ ქვეყანაში ასეთი ინდუსტრიის განვითარება დაიწყო სწორედ ამით და ახლა უკვე ბოლო წლებია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, მთავრობასთან შეთანხმება იმ ფასდაშორისხოვების მექანიზმების პროექტებისა, რომლის საფუძველზეც უფრო დიდი სადგურები უნდა აშენდეს. ეს არის ნაწილი 2 მეგავატამდე, 2 მეგავატზე უფრო დიდი და რამდენიმე 10 მეგავატიანი სადგურებიც, რომელზეც მთავრობას უკვე გაფორმებული აქვს მემორანდუმები ან გაფორმების სტადიაზეა. ჩვენ არაერთხელ ქონია საშუალება და კერძო სექტორის წარმომადგენლები, როდესაც ეთერში არიან, ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ამ ნეტო დარიცხვის სისტემამ ძალიან კარგად იმუშავა და ნამდვილად იყო ძალიან კარგი წამახალისებელი მექანიზმი და ბიძგი მზის ენერგიის განვითარებისთვის და როგორც ისინი ხშირად უსვამენ ხაზს, უკუგების პერიოდმა იმარო პანელების საფასური გაიაფთა, უფრო მომგებიანი და მიმზიდველი გახადა ამ ინდუსტრიის განვითარება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პარლამენტმა მიიღო ცვლილება, ანუ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კანონის შევიდა ცვლილება, ნეტო დარიცხვიდან, ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე უნდა გადავიდეს ქვეყანა. აი, ამაზე მინდა რომ უფრო ვრცლად ვისაუბროთ, როდიდან გადავა ქვეყანა ამ ახალ მექანიზმზე, გამომდინარე ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობით აღებული ვალდებულების შესრულების პარალელურად და ეს გარდამავალი პერიოდი რაც რჩება. აქვს თუ არა კიდევ საშუალება ადამიანებს, რომ განახორციელონ მცირე მიკრო სიმძლავრეები და ისარგებლონ ნეტო აღრიცხვის სისტემით?
კი ბატონო, მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი წესის და შესაბამისი ბოლო ცვლილების მიხედვით ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვის შესაძლებლობა იყო, ვიდრე დადგმული სიმძლავრე 20%-ს არ გადააჭარბებდა. რეგიონებში, კერძოდ ენერგოპროს ქსელში, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ეს კვოტა შეივსო, შესაბამისად რეგიონებში შეწყდა ნეტო აღრიცხვის განაცხადების მიღება ენერგოპროს მიერ, რაც შეეხება დედაქალაქს, ანუ თელასის ქსელს, აქ არის ჯერ კიდევ 20%-მდე დარჩენილი გარკვეული ზღვარი და შესაბამისად ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს დღესაც შეუძლიათ შეიტანონ განაცხადები და ეს წესი იმოქმედებს 2027 წლის 1 იანვარამდე. ანუ ვიდრე დედაქალაქში ეს ასე ვთქვათ კვოტა 20%-მდე არ შეივსება და არ დადგება 2027 წლის 1 იანვარი, მანამდე შესაძლებელი ხდება ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვის თაობაზე განაცხადების შეტანა. ჩვენ ვინაიდან შეივსო უკვე ეს კვოტა რეგიონებში, მივმართეთ საქართველოს პარლამენტს და ვთხოვეთ, რომ განახორციელებინან კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც ისევე როგორც ევროპაში მოხდა, ჩვენთანაც ნეტო აღრიცხვის სისტემიდან გვინდა რომ გადავიდეთ ნეტო დარიცხვის სისტემაზე. კერძოდ ძალიან მარტივად რო თქვა მომხმარებლებისთვის, რაში მდგომარეობს ეს ყველაფერი. თუ დღეს მიყენია საკუთარი სახლის სახურავზე, მზის პანელი ან საწარმოს სახურავზე ან ეზოში და მაგ ამავდროულად მოხმარება, ხო, სახლში მოვიხმარ ელექტროენერგიას, საწარმოში მოვიხმარ ელექტროენერგიას. მრიცხველები აყენია ისეთნაირი, რომ ქსელიდან მიღებული ენერგიაც აღერიცხება, როცა მაგალითად ღამის საათებია, წვიმიანი, ღრუბლიანი ამინდია და მზე არ გამოიმუშავებს ენერგიას და ამავდროულად როცა მზიანი ამინდია და გამოიმუშავება, ჩემს მიერ გამომუშავებული ენერგია გადაედინება ქსელში, ჭარბი ენერგია და ეს მრიცხველი ორივე მხარეს აღრიცხავს. და ხდება ელექტროენერგიის გაქვითვა, ანუ კილოვატ-საათების გაქვითვა და შესაბამისად თუ მეტი მაქვს ქსელში შეშვებული, ვიდრე მე მოვიხმარე ან ქსელიდან წამოვიღე, ამ შემთხვევაში ენერგოკომპანიები სემეკის მიერ დადგენილი წესით და ტარიფით წელიწადში ერთხელ ანგარიშწორებას აკეთებენ 1 მაისისთვის და მომხმარებელს ერიცხება თანხა. თუ პირიქით არის, ანუ უფრო მეტი მოვიხმარე ვიდრე ქსელში შევშვი, მაშინ იმ სხვაობას თანხას ვიხდი მხოლოდ და მხოლოდ, რაც ქსელიდან წამოვიღე ენერგია. რაც შეეხება ახალ მოდელს, ამ მოდელის შემოღების ვალდებულება საქართველოს გაუჩნდა მას შემდეგ, რაც მეოთხე ენერგეტიკული, ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის რატიფიცირება მოახდინეთ და ამის შემდეგ უკვე მარეგულირებელმა კომისიამ დაიწყო ამ ყველაფრის ინიციირება, პარლამენტმა კანონში ცვლილება გააკეთა, რომლის მიერაც ჩვენ მოვამზადეთ ჩვენს მარეგულირებელ წესში ცვლილების პროექტი, რომელსაც მიმდინარე თვის ბოლომდე დავამტკიცებთ. და გადავდივართ ნეტო დარიცხვის სისტემაზე. ნეტო დარიცხვის სისტემა რას გულისხმობს? მე რო ვარ მომხმარებელი, პირობითად თქვა, სახლში მოვიხმარე ენერგია და სემექს დადგენილი აქვს ტარიფი. შესაბამისად, მოვიხმარე 100 კილოვატი ენერგია და უნდა გადამეხადა 20 ლარი. მეორე მხრივ ვაწარმოე ენერგია, რომელიც შევუშვი ქსელში და ჩემს მიერ ქსელში შეშვებული ენერგია არის 30 ლარის. ესე იგი, ქვითარში გაიქვითება, ანუ 20 ლარი, რომლის ენერგიაც მე მოვიხმარე და 30 ლარის, რომელიც შევუშვი ქსელში და რეალურად 10 ლარს გადამიხდის ენერგო კომპანია შესაბამისი პერიოდის ბოლოს. თუ პირიქით მოხდება, ანუ უფრო ნაკლები შეუშვი ვიდრე მოვიხმარე, მაშინ სხვაობა თანხა რაც იქნება, მხოლოდ იმ სხვაობის თანხას გადავიხდი შესაბამის ენერგო კომპანიაში. ეს არის ძალიან მარტივად, ხოლო მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ თუ ნეტო აღრიცხვის სისტემის შემთხვევაში მაქსიმალური დადგმული სიმძლავრის ზღვარი იყო 500 კილოვატი, ნეტო დარიცხვის შემთხვევაში იქნება 100 კილოვატი. დიახ, ბატონო, და თამსიახლების გარდა მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა თქვენი სტუმრობის და უფრო პერსპექტივებზე ვისაუბროთ. შეიძლება ცოტა ზოგადი კითხვაც დავსვა იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს თვითკმარი ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით. რა არის ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით? ენერგეტიკული თვითკმარობა არ არის თვითმიზანი, მაგრამ არის აუცილებელი პირობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არის მნიშვნელოვანი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. სწორედ ამიტომაც მთავრობამ დაისახა საკმაოდ კარგი გეგმა
ამბიციური გეგმას უწოდებენ ამას, თუმცა მე ამბიციურს არ დავარქმევდი. ამბიციური არის ის, რომ რაღაცა შეგიძლია და იმაზე უფრო მაღლა გინდა ახტე. არა, რეალური გეგმაა 2030 წლამდე, რომ ჩვენივე მოთხოვნილება, რაც გვაქვს ენერგიაზე, ეს მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ და გაჩნდეს ჭარბი ენერგია საექსპორტოდ. ამისთვის გვაქვს ნამდვილად პოტენციალი და ამისთვის საკმაოდ ბევრი პროექტია მომზადებული და სხვადასხვა სტადიაზეა განხილვის თუ დამტკიცების. ეს არის მზის ენერგიის პროექტები, ეს არის ქარის ენერგიის პროექტები, ეს არის ჰიდრო ენერგიის პროექტები და სხვა ტიპის მწვანე ენერგიის პროექტები. და ამ პროექტების, ასე ვთქვათ, მომზადება გააქტიურდა მას შემდეგ, როცა მთავრობამ დაახლოებით 13 წლის წინ დაამტკიცა ახალი მწვანე ენერგიის ხელშეწყობის მექანიზმი. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ამ ეთერშიც, სხვა ეთერებშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ ინვესტორი, რომელიც ფულს ჩადებს მწვანე ენერგიის შექმნაში, უზრუნველყოფილია ფიქსირებული შემოსავლით, კილოვატ-საათებზე იცის, რას მიიღებს და მეორე მხრივ მწვანე ენერგიის პროექტები ეს არის უწყინარი პროექტები გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ამიტომაც ის სხვადასხვა სოციალური წინააღმდეგობები, რომელიც არის პერიოდულად რეგიონებში, ესეთი წინააღმდეგობები ამ პროექტების შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი, იმიტომ რომ გარემოსთან თავსებადი ადაპტირებადი პროექტებია, შესაბამისად ესეთი პროექტები განვითარდება უახლოეს პერიოდში. ეს არის რამდენიმე 10 მეგავატიანი მზის სადგურები, ქარის სადგურები, მცირე და საშუალო ჰიდრო სადგურები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და ჭარბი ენერგიაც გაჩნდეს. თან ჩვენი მოთხოვნა მზარდია, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე იზრდება, წინა წელთან შედარებით, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად იზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. იმიტომ რომ ეკონომიკური ზრდა გულისხმობს მეტი სამუშაო ადგილების შექმნას, მეტი საწარმოების ორგანიზაციების გახსნას და ასე შემდეგ. ეს გულისხმობს ასევე ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, საიდან გამომდინარეც სხვადასხვა საოჯახო მეურნეობების მიერ ხდება უფრო მეტი ელექტროხელსაწყოების დანადგარების შეძენა, ელექტრომობილების შეძენა, რომლებიც ბოლო პერიოდში ძალიან ინტენსიურად, ასე ვთქვათ, მიმდინარეობს, ხო? ეს ყველაფერი ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას განაპირობებს, ამიტომაც 2030 წლამდე მთავრობის ამოცანაა, რომ ეს მზარდი მოთხოვნაც დააკმაყოფილოს და საექსპორტო ენერგიაც გაჩნდეს, იმიტომ რომ ჩვენს რეგიონში ენერგიაზე მოთხოვნა ისევე როგორც ჩვენთან სხვა მეზობელ ქვეყნებშიც არის. ჩვენ დღეს როცა გვაქვს ჭარბი ენერგია, ეს არის გაზაფხულის, ზაფხულის პერიოდი, გაგვაქვს მეზობელ თურქეთში, გაგვაქვს სომხეთში და იქიდან შემოდის უცხოური ვალუტა, რაც მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებისთვის, ვალუტის კურსის სიმყარის უზრუნველყოფისთვის და ასე შემდეგ, რაც მეტი ჭარბი საექსპორტო ენერგია გაჩნდება, მით უმეტეს გვაქვს პერსპექტივა, რომ აშენდეს შავი ზღვისქვეშა კაბელი და ევროპაშიც გავიტანოთ მწვანე ენერგია. ამაზე მინდა რომ ვკითხოთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე. გაქვთ თუ არა ამ პროექტში ჩართულ სხვა ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებთან თანამშრომლობა, რომ რაღაცა ერთობლივი მარეგულირებელი ჩარჩა მექანიზმები შექმნას ამ პროექტის უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის? ვინაიდან შავი ზღვისქვეშა კაბელის პროექტი ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როცა ესეთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კავშირები დამყარდება ჩვენსა და ევროპას შორის, ეს თავის მხრივ გულისხმობს გარკვეული ახალი მარეგულირებელი ჩარჩოების ფორმირებას, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ევროპელი პარტნიორების მხრიდან, როგორიც არის იქით მხარეს რუმინეთი და უნგრეთი. სწორედ ამიტომაც ჩვენს კოლეგებთან, ამ ქვეყნის მარეგულირებლებთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ. უნგრეთთან უფრო დიდხნიანი თანამშრომლობა გვაქვს, რუმინეთთან გავაქტიურდით ბოლო პერიოდში. ჩვენ გუშინ კონკრეტულად ამ შავი ზღვის კაბელის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამჭირლოდ გქონდა ონლაინ ჩართვა ჩვენს კოლეგებთან და გარდა ამისა, სექტემბრის თვეში დაგეგმილია ჩემი ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში, სადაც შევხვდებით ჩვენს კოლეგა მარეგულირებლებს, კონკრეტულ დეტალებს გავივლით და ინფორმაციას და გამოცდილებას გავცვლით და თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გავაფორმებთ ორი ქვეყნის მარეგულირებელს შორის და ამით დავიწყებთ უფრო აქტიურ ჩართულობას ამ პროექტში. ჩვენი პარტნიორებიც ევროპის მხრიდან მიუთითებენ და ასე ვთქვათ
იგივე აზრზე არიან, რომ მარეგულირებლის მეტი ჩართულობა თავდაპირველ ეტაპზე არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მარეგულირებელი გარემო ამ პროექტს განხორციელების პროცესში დახვდეს მომზადებული და ეს სიკეთე ინვესტიცია რაც უნდა ჩაიდოს ამ პროექტის განხორციელებაში, არ უნდა აისახოს მნიშვნელოვანია შიდა სატარიფო სისტემაზე. ეს უნდა იყოს ცალკე გამოყოფილი რეგულირების ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ის ხარჯები, რომელიც იქნება ამ პროექტის მშენებლობისთვის გაწეული, ეტაპობრივად ამ პროექტიდან მიღებული შემოსავლებით დაიფარება და არ დააწვევა მომხმარებელს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით. სექტემბერში მე სიამოვნებთ გიმასპინძლებთ ამ სიახლეებთან დაკავშირებით. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო დავით ნარმანია, სემეკის თავმჯდომარე.